აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 5 მარტამდე ის მინისტრის სტატუსს ატარებდა, თუმცა დღეიდან ის საქმიანობის გაგრძელებას თბილისში აპირებს. მან პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პირადად მისი დაწერილია თუ ვინმე სხვას ეკუთვნის. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია გიორგი თავართქილაძის განცხადებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ თავართქილაძემ სამსახურიდან დათხოვნის განცხადება თვითონ წარადგინა. ჯალაღონიამ ჟურნალისტებს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა და განაცხადა, რომ მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შესაბამის ორგანოებში ხელმოწერის სიზუსტეში დარწმუნება. განცხადებაში მის მიერ მითითება განცხადება ჩემს მიერ იყო თუ არა დაწერილი, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე 1 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით, კი არა და 5 მარტის ლამის გუშინ 10 საათზე დაბრუნდი ვიმყოფებოდი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. კანცელარიაში მე არ ჩამიბარებია ეგერთი, მე ბატონ არჩილისთვის დალუქულ კონვერტით ძალიან ბევრი საიდუმლო თუნდაც დოკუმენტი მიმიწოდებია, მაგრამ ის არც ერთი არ გაუტარებიათ კანცელარიაში. 10 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამდივნოში წარმოგიდგენთ მის განცხადებას, რომელიც რეგისტრირებული იქნა შემდგომში ამავე წლის 13 თებერვალს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის აპარატის კანცელარიის მიერ. თავმჯდომარე რამოდენიმე დღით იმყოფებოდა მივლინებებში, რომლიდან დაბრუნების შემდგომ გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. ასევე წარმოგიდგენთ ამ განცხადების, როსწორად ბრძანების ასლს.